მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და დღეს ვდგავთ ნაძვისხეს. როგორც ხედავთ, ჩემი ნაძვისხე უკვე დგას, 2 დღის უკან მოვიდა, ვერ გავუძელი და ავაწყე, სახლში რაც მქონდა სათამაშოები დავკიდე, სიმართლე გითხრათ არ ჩანს კარგად, ამიტომ მინდა რომ ბევრი წითელი ბურთი დავამატო. ნაძვი არის თვითონ თეთრი, დათოვლილი და არ ჩანს თეთრი ფერის სათამაშოები. მოკლედ მოვრთავთ ერთად, აქვე მაქვს ამოტანილი სარდაფიდან მთელი საშობაო დეკორაცია და მინდა რომ დღეს გავალამაზოთ ჩემი მისაღები ოთახი. ახლოდან გაჩვენებთ ჩემს ახალ ნაძვისხეს, ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ის, რომ არ არის განიერი, წინა ჩემი ნაძვისხე იმდენად განიერი იყო, რომ აი აქამდე მოდიოდა მისი ტოტები, წელს სპეციალურად ავიღე ასეთი წვრილი გამხდარი იქნება და მეც გავხდე როგორ დავემსგავსე ჩემს ნაძვისხეს და მოკლედ ეს ნაძვისხე არის ასეთი წვრილი, დათოვლილი ნაძვისხე მინდოდა სულ და ერთი მინუსი აქვს ის, რომ შორიდან არაფერი არ ჩანს. ახლა ხედავთ, რომ თითქმის სავსეა სათამაშოებით, მაგრამ შორიდან რომ შემოდიხარ, არაფერი არ ჩანს. უნდა მიხვიდე ახლოს და დააკვირდე. წელს გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაძვისხე მოვრთო აი ასეთი ორცხობილა სათამაშოებით, რაც შეიძლება მეტი კამფეტები და ორცხობილები უნდა იყოს ჩემს ნაძვისხეზე, ასევე ფიგურები, მაქვს ასეთი ულამაზესი ფიგურები და სიმართლე გითხრათ, ეს ფიგურები არის ძალიან მძიმე. ესეც ძალიან მძიმეა, ისეთი მძიმეა, რომ აი ძლივს უჭირავს, თიხა არის და თიხის სათამაშოები ძალიან მძიმეა, ამიტომ ძლივს დევს, რასაც ქვია დევს ზედ, ასე რომ არიდოს ეს ესე იწევა დაბლა და ქაჩავს, ამიტომ ასე დევს ზემოდან. ასეთი საყვარელი სათამაშოები, ასევე ესეც არის კამფეტების კოლექციიდან, არ ვიცი რამდენად კამფეტებს გავს, მაგრამ მაინც კამფეტების კოლექციიდან არის და ეს ვითომ შოკოლადებია. ასევე ეს ბურთები, ესენი მე შევღებე გუშინ, ღამით მომივიდა ასეთი იდეა თავში, რომ ესენი ასე თეთრი მანიკურით შემეღება და შვენიერია უხდება ვაქაურობას. ასეთი ორცხობილა სახლუკები. ცხენი, წელს რადგან ცხენის წელი მოდის, ვიყიდე კიდევ აი ასეთი ლამაზი ცხენი. გველი არ მაქვს და მინდა რომ გველიც მყავდეს, რადგან ძალიან კარგი წელი მქონდა და მინდა რომ გველსაც ვაგო პატივი და დავკიდო ჩემს ნაძვისხეზე, მოკლედ გველის ძიებაში ვარ ჯერჯერობით. ასევე დავკიდე ლოლოები, სხვა დროს ლოლოებს ვკიდებდი სულ ალაგ-ალაგ. ამჯერად გადავწყვიტე, რომ ლოლოები ყოფილიყვნენ ერთად, 3-4 ლოლო, აი როგორც აქ, აქ და მგონია რომ არის საუკეთესო გადაწყვეტილება ლოლოების ერთად დაკიდვა, რადგან სინამდვილეში ყინულები ზუსტად ასევე ეკიდება ხოლმე რამოდენიმე ერთად და ცალ-ცალი არის იშვიათი. ასევე ეს უსაყვარლესი სათამაშო, ჩვენი სახელები აწერია, ჩემო მულმა მაჩუკა და აი მე როგორ მომწონს, ესეც რაღაც ორცხობილას გავს, ასე რომ ძალიან უხდება ჩემს ნაძვისხეს. როგორც ხედავთ, ისევ ყუთზე დავდე, ძალიან მომეწონა ეს იდეა, წინა წელსაც ყუთზე მედო ნაძვისხე და უფრო დიდი ჩანს, ჩემი ნაძვისხე არის 1.85 მ, ახლა უფრო მაღალია და ყუთზე ვდებ, რადგან შორიდან რომ შემოდიხარ, აი მაგალითად აქედან რომ შემოდიხარ, ნაძვისხე როცა დაბალია, დივანი უშლის და ნაძვისხე საერთოდ არ ჩანს. ამის გამო ყუთისზე დადებით ცოტა აიწია და უფრო ჩანს. ეს ნაძვისხე პატარა უნდა ავიღო აქედან, ის გვაჩამდადო. გადავიდეთ ახლა გაფორმებაზე.
აქ მაქვს რაღაცეები. აქ არის ღია ფერის სათამაშოები, იქეთ არის წითელი ფერის სათამაშოები. წელს მინდა რომ მქონდეს ყვითელი წითელში და ასევე მინდა რომ ეს თეთრი ფიფქები დავკიდო, მაგრამ თეთრი ფიფქებიც არ ჩანს. ასე რომ კიდია, მე შორიდან აღარ ჩანს. არ ვიცი. ისე მინდა რომ ფიფქები დავკიდო. მაქვს ის ასეთი ვერცხლისფერი ფიფქები და ვერცხლისფერი საერთოდ არ ჩანს. თეთრი კიდე რაღაც ეტყობა. როგორც გითხარით, ფიგურები მინდა რომ იყოს ჩემს ნაძვის ხეზე, რაც შეიძლება მეტი და ალბათ ამასაც დავკიდავ და ამასაც, რადგან ნაძვის ხეზე მაქვს, როგორც ნახეთ, მწვანე დეტალებიც და ვფიქრობ, რომ ეს მწვანე ნაძვის ხეც უნდა მოუხდეს. აქ არის წითელი ფერის სათამაშოები. და მოკლედ რამეს ვიზავ. იქ დაბლა, სადაც დებს 5, მინდა რომ დავდოთ დიდი სათამაშოები, აი როგორც ეს თოვლის კაცუნა, ეს თოვლის ბაბუა, ეს ნაძვის ხე, რომ იქ დაიფაროს და უფრო ლამაზად გამოჩნდეს. ასევე მაქვს 2 ასეთი ერთი ზომის თოვლის ბაბუა. ეს უფრო ევროპულ თოვლის ბაბუას გავს, ხოლო ეს არის ჩემი საყვარელი. რატომღაც მომსგავსებ ქართულ თოვლის პაპას. ჩემს წარმოსახვაში თოვლის პაპა ყოველთვის ასეთი იყო, რაღაც გლეხური თოვლის პაპა მყავს და ძალიან მიყვარს, არ ვიცი, ალბათ 6 თუ 7 წელია რაც ეს თოვლის პაპა მაქვს და ჩემი საყვარელია და სხვა შორის ჩემი პირველი თოვლის პაპაა გერმანიაში. მოკლედ დავიწყოთ ახლა გაფორმება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან პატარა სულ ახლა ხანს დავაძინე და ძალიან ცოტა დრო მაქვს.
პატარა დამხმარე ელფი აუცილებლად ჩემთან არის, მოვჭი უკვე ნაძვისხის მორთვას. ასეთი სილამაზე გამოვიდა, უამრავი სათამაშო კიდია ზედ და მარტო იმაზე ვფიქრობ, რომ ამის მოხსნა არ გინდა მერე, მაგრამ არა უშავს. რაც მთავარია ძალიან ლამაზი და ზღაპრული გამოვიდა. დაბლა დავუწყე ეს დიდი ფიგურები, ცოტა ხანში უკვე საჩუქრების დაწყობასაც დავიწყებთ. ჩვენ ოჯახის წევრები ერთმანეთს საჩუქრებს რომ ვუკეთებთ, ეგრევე უკვე ვდებთ ნაძვისხის ქვეშ და ვიცით ვისი რომელი საჩუქარია მოკლედ და ბოლოს ვხსნით. ასე რომ ეს ადგილი ცოტა ხანში გაივსება. როგორც უკვე გითხარით, უნდა მიხვიდე ახლოს და დააკვირდე, რადგან შორიდან არაფერი არ ჩანს ნორმალურად. კიდევ ერთი რაღაც, ყოველ წელიწადს, როცა ნაძვისხეს ვდგავს, ერგო დებს ფულს შიგ ნაძვისხეში და ვინც იპოვის იმისია. ყოველ წელიწადს მე ვპოულობ, რადგან ძალიან დაკვირვებული ვარ და არ მავიწყდება. ბავშვებს ავიწყდებათ ხოლმე რომ ფულია დამალული და უნდა იპოვონ. ხოლო მე არ მავიწყდება. სერგო არ ამბობს როდის დებს და არ ამბობს რომ ფული დებს. საერთოდ არაფერს არ ამბობს. რო დავდგი ნაძვისხე, როგორც უკვე გითხარით, არ იყო ჯერ მზად და სერგოს უკვე ეგონა რომ ეს იყო ჩვენი ნაძვისხე, ამიტომ თურმე ფული დაუმალია და ვიპოვე. აი, სადღაც აქ იყო. ვიპოვე და ჯერჯერობით არ ვიღებ. იყოს ისევ აქ და ვფიქრობ, რომ ისე გავაკეთებ, რომ ბავშვებმა ნახონ და ბავშვებმა იპოვონ. გადავიტან შემდეგ ცოტა ისეთ ადგილას დავდებ და ისე გავაკეთებ, რომ ბავშვებმა ნახონ მერე. ყოველ წელიწადს აქ ვაკეთებ არკას, ამ წელს არ გავაკეთებ, ან არ ვიცი, შეიძლება ცოტა ხანში გავაკეთო. მომიაროს რამოდენიმე დღეში და შეიძლება რომ გავაკეთო. მაგრამ წესით ვაპირებ, რომ აღარ გავაკეთო. დრო არ მაქვს და არც თავი არ მაქვს. ამოვიტანე ეს ძველი ნაძვისხის ტოტები და ამ ტოტებისგან მინდა რომ გავაკეთო იქ ტელევიზორის დაბლა და ერთი მინდა რომ პატარა გავაკეთო აი აქ მაგიდაზე. ახლა ამ ყველაფერს ავალაგებ, ავიღებ და შემდეგ გადავალ სხვა რაღაცეების გაფორმებაზე. ახლა არის მეორე დღე, მოვამზადებ ფუნთუშა პურებს, გამოვიყენებ აი ასეთ ხაჭოს. ამ ხაჭოს შეცვლა შეგიძლიათ ბერძნული იოგურტით, ან პროტეინის იოგურტით შაქრის გარეშე და ასევე ჩვეულებრივი ხაჭო, რომ გათქვიფოთ არაჟანთან ერთად. დაგჭირდება მხოლოდ ეს ხაჭო 500 გრამი, ასევე 300 გრამი ფქვილი,
გამოფხვირებელი 1 სუფრისკოვზი და მარილი. ასევე სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ სხვადასხვა მარცვლეული. დღეს ზემოდან მოვაყრი მზეს უმზირას, გოგრის მარცვლებს და სეზამს. ეხლა ეს ყველაფერი უნდა ავურიოთ ერთმანეთში. მოვზილოთ ცომი და გამოვაცხოთ. გუშინ ვეღარ მოვახერხე გადაღება, რადგან ტესტავდი ერთ ჩიტის რძის რეცეპტს და სხვა შორის ძალიან კარგი გამოვიდა. ცოტა განსხვავებული რეცეპტი კი არის, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. ვისაც გსურთ და ეძებთ ახლა საშობაოდ რეცეპტს ჩიტის რძესი, დამიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს. ამ ფუნთუშებში არის ბევრი პროტეინი, ამის გამო არის ძალიან სასარგებლო და განსაკუთრებით მათთვის, ვინც ვარჯიშობს ან დიეტაზეა. გამოდის უგემრიელესი და ვამზადებ ძალიან ხშირად. ბავშვებსაც უყვართ ასეთი ფუნთუშები. ამ ფუნთუშებით, ამ მასით გამოდის 6 ნორმალური ზომის ფუნთუშა, ან და შეგიძლიათ დააპატარავოთ და გამოდის 8. ამ ცომში ასევე ხშირად ვუმატებ 1 კვერცხსაც და ალბათ დღესაც დავუმატებდი კვერცხი რომ მქონოდა. როგორც უკვე გითხარით, გუშინდელმა ჩემმა ჩიტის რძემ მთელი ჩემი კვერცხი აიღო, ამიტომ კვერცხი აღარ დამრჩა და ვამზადებ უბრალოდ ასე. ასევე ძალიან უხდება ზემოდან კვერცხის გულის გადასმაც. ესეც ასე, ცომიც მზად არის. ახლა დავყოფ ნაწილებად და გადავიტან გამოსაცხობ ფორმაზე. აი ასე საკმაოდ მოზრდილ ფუნთუშებს ვაცხობ მე პირადად. და უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთისგან ფუნთუშები, რადგან გამოცხობის დროს კიდევ ამოფუვდება და ერთმანეთზე მიეკრობა. ფუნთუშები მზად არის გამოსაცხობად, არ სჭირდება ზედმეტი ლოდინი ამოსასვლელად, როგორც კი მოზილავთ ცომს შეგიძლიათ უკვე გამოაცხოთ. ზემოდან ვუსმევ წყალს, რადგან მინდა რომ მოვაყარო ზემოდან მარცვლეული, შეგიძლიათ ზემოდან კვერცხი გადაუსვათ და არაფერი არ მოაყაროთ, ან ასეც შეგიძლიათ რომ გამოაცხოთ. მოკლედ ეს არ არის აუცილებელი და ვაცხობთ მანამ სანამ კარგად არ შეწითლდება. კიდევ აუცილებელი ფაქტია ის, რომ ოდნავ შევაგრილოთ და შემდეგ მივირთვათ. ასე გამოიყურება ჩიტის რძე, არის უგემრიელესი და რაღაცით წააგავს მაღაზიაში ნაყიდ ჩიტის რძის შოკოლადებს. გამოვიყენე ჟელატინი, წესით ზემოდან შოკოლადშიც ჟელატინი იყო საჭირო. მე არ ვუყავი, არ ვიცი რატომ და ახლა ვხვდები თუ მრისთვის არის საჭირო ზემოდან შოკოლადშიც ჟელატინის გამოყენება, რადგან აი ასეთი შავი ზოლები რომ არ დაეტყოს. ცოტა განსხვავებული რეცეპტია, რადგან მე ჩიტის რძეში არ ვუმატებ ჟელატინს, ასევე კვერცხს ვაცალკევებ გულებად და ცილებად. გულებისგან უბრალოდ ვაცხობ აი ამ ბისკვიტს, ხოლო ცილისგან ვაკეთებ სუფლეს, ხოლო ამ შემთხვევაში სუფლეში შევიდა გულიც და ცილაც და თვითონ ბისკვიტშიც შევიდა გულიც და ცილაც.
არის ძალიან გემრიელი. მართლა ძალიან გემრიელია და თუ ვინმე ეძებთ ახლა საახალწლოდ და საშობაოდ ჩიტის რძის რეცეპტს, აუცილებლად დამიწერეთ, ამ დღეებში კიდევ გამოვაცხობ და გაგიზიარებთ რეცეპტს. ჩემი ფუნთუშები გამოცხვა, დასჭირდა სულ 20 წუთი, 2 ცალი დავტოვე ჩვეულებრივი, იქნებ ვინმეს არ მოუნდეს. მე ძალიან მიყვარს ასეთი მარცვლებით, სერგოსაც უყვარს, ხოლო ნიცას არ შეუძლია ბრეკეტების გამო, ამიტომ 2 ცალი ყოველ შემთხვევაში დავტოვე და აქაც მოვაყარე მხოლოდ სეზამი და მზესუმზირა. მოკლედ, სანამ ჩემი ფუნთუშები ცივდება, გაჩვენებთ ჩემი საშობაო ჭურჭლის კოლექციას. ახლახანს ამოვიღე, გადმოვიტანე, რომ უკვე ვიხმაროთ და ალბათ ხვდებით, რა თუნეზე მიყვარს შოობა ახალი წელი და რა ძალიან ბევრი ჭურჭელი მაქვს. სხვათა შორის ახლა მივხვდი, რომ საკმაოდ ბევრია. ჩემი თვითეული ჭურჭლის ნაკრები არის ან 4 კაცზე განკუთვნილი, ან 6 კაცზე. ძალიან ცოტა მაქვს 1-2 რაღაც, რადგან არ მიყვარს, როცა ასე არის 1-2 მოკლედ, როგორიც არის აი ეს. ეს არის პლასტმასი, ეს არის მელამინის პლასტმასი, დაბლა რომ დავარდეს, გატყდება ჩვეულებრივ, როგორც შუშა და სხვათა შორის დიდ პატივს ვცემ ასეთ პლასტმასის ნივთებსაც და სიამოვნებით ვყიდულობ და ვხმარობ. ასევე ეს მაქვს 1, ეს არის შუშა და სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რაში გამოვეყენო და ხშირად ვერ ვიყენებ ამას. ჩემი ყავა. ეს თებშიც 1 მაქვს და ეს დიდი თებშიც 1 მაქვს. ესენი არიან დიდი თებშები. სხვათა შორის რამოდენიმე დღის უკან შემხვდა ეს თებშები, აი ასეთი. კიდევ 3 ვფიქრობდი რომ დავამატო თქო, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, რადგან ესეთი თებშები ყოველდღიური მოსახმარებლად არ მგონია რომ კარგი გამოსაყენებელი იყოს, ამიტომ იქნება მხოლოდ ორცხობილებისთვის, ნამცხრებისთვის და ასე შემდეგ. ეს კიდევ არ აუშავს. ეს ბავშვებისთვის უფრო ვხმარობ ხოლმე, დილაობით ბუტერბროდს რომ ვუკეთებ, ამაზე ვუდებ და ისე მიმაქვს. სანამ სკოლაში სწავლენ, მოკლედ ამაზე საუზმობენ. დავიწყოთ ჭიქებით. მაქვს აი ასეთი წვენის ჭიქები. ასეთი წვენის ჭიქები მაქვს 6. ამითი არ შეიძლებოდა თურმე სარეცხის მანქანაში გარეცხვა, ჭურჭლის სარეცხის მანქანაში და შემთხვევით ვიღაცამ ჩადო, გარეცხა და ზოგიერთ ადგილას აი ასე აქვს გაფუჭებული. მაგრამ არა უშავს. წვენის ჭიქებისთვის არის ულამაზესი. ასევე მაქვს ბაკლები, რომლებსაც აქვთ ოქროსფერი კანტი, ან და ჭურჭელი მაქვს ოქროსფერში. მე მაგ ჭურჭელს არ ვთვლი საშობაოდ, რადგან ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიყენო და არა მარტო შობას. აქ არის ჭურჭელი, რომელსაც მხოლოდ შობას ვიყენებ და ვდებ დეკემბრის დასაწყისში, ახლა კი ნოემბრის ბოლოს გამოვიღე და ვხმარობ იანვრის ბოლომდე. აი აქაც ალბათ შეამჩნიეთ. გაფუჭდა, მაგრამ არა უშავს. ასევე მაქვს ეს ჭიქები, თუ რა ვიცი რა შეიძლება რომ დაერქვას, 4-4 და არც თუ ისე კარგი გამოსაყენებელია, ხშირად არ ვიყენებ, ხშირად კი არა და საერთოდ არ ვხმარობთ. ძალიან იშვიათად თუ წვენი ჩავუსხა ბავშვებს, ისე არის ძალიან ლამაზი, მართლა ლამაზია, მაგრამ არ არის გამოყენებადი ჭურჭელი. აქ მაქვს ჭიქები. ამ ჭიქაში სერგოს ვუკეთებ ხოლმე ყავას, რადგან სერგოს ვას ძალიან ცოტა ყავას. მე ვსვავ ვედროებით და სერგოს ვას ცოტას, ამიტომ 1 პაწუა ჭიქაც გვაქვს საშობაო. ეს ჭიქა რამოდენიმე დღის უკან ვიყიდე და
არ მგონია რომ შემდეგ წლამდე გაძლოს ან გადავაგდებ წელს კი არა და შემდეგ წელს იანვრის ბოლოს აღარ შევინახავ რადგან აი არ ვიცი რატომ მოუვიდა მაგრამ გოჩა ერთობა გოჩას საყვარელი ჭიქაა ასევე გვაქვს ესეთი ჭიქა, მიყვარს ორიგინალური ჭიქები და თითქმის ყველა ჭიქა მაქვს ორიგინალური, რაღაცით განსხვავებული ერთმანეთისგან. ეს ჭიქა არის უბრალო და არ ვიცი რატომ მიყვარს, მაგრამ ძალიან მიყვარს. ასევე მაქვს 4 ფეხუცუნა, ეს არის ოდნავ წვრილი და პატარა. ეს არის ყავისთვის განკუთვნილი, ამაში მე და სერგო ყავას ვსვავთ ხოლმე, ხოლო ბავშვებს აქ ვუკეთებ კაკაოს, რადგან ეს არის უფრო მოზრდილი და კაკაოსთვის არის განკუთვნილი ალბათ, რადგან ეს პატარაა. აქ ალბათ 100 გრამი ჩადის, აქ 200, 250 ან შეიძლება 300-იც. ასევე ეს ჭიქა წელს შევიძინე, არ ვიცი რატო რომ დავინახე ძალიან მომეწონა, რაღაც ესთეტიური და განსხვავებულია და ეს ჭიქაც წელს შემატა ჩემი ჭიქების კოლექციას. მივხვდი რომ ჭიქების კოლექცია მაქვს, რადგან სადმე რამე ლამაზი ჭიქა რომ დავინახო, უნდა ვიყიდო, არ ვიცი, ძალიან მიყვარს ჭიქები. ასე რომ ესეც ჩემი ჭიქების კოლექციაში. შემდეგი არის ეს ჭიქა. ეს ჭიქა სიმართლე გითხრათ არც თუ ისე მომწონს, არც თუ ისე ლამაზია, უბრალოდ აი ამ დეტალის გამო მიყვარს. და პატარა თოვლის ბაბუა რომ უზის, ამ დეტალის გამო ვიყიდე ეს ჭიქაც. ასევე წინა წელს ეს მაჩუქეს მე და მაშინ ორსულად ვიყავი, დავტოვე პატარასთვის და წელს ალბათ გაბრიელი იხმარებს. იანვრიდან უკვე დავიწყებთ დამატებით ფაფებს და მგონია რომ აქ დავიწყებთ უკვე ფაფებს ეს გაბრიელის ჭიქა და ჯამია. ეს ჭურჭელთან არაფერ კავშირში არ არის, მაგრამ მაინც გაჩვენებთ ჩემი საყვარელი გნომები, ეს არის ხელსახვეცების დასაჭერი, მაქვს 4 ცალი, სიამოვნებით დავამატებდი კიდევ 4-ს, უბრალოდ აღარ არის და მაშინ მე როცა ავიღე, იყო მხოლოდ 4. არის ასეთი საყვარელი და ძალიან ლამაზი. ეხლა რომ გამოვიღე, ამას ქონდა აქ გაცვლეფილი, ალბათ არ ვიცი დავარდა ან რა მოუვიდა, ვფიქრობ რომ მანიკურით შევღებო და აღარ დაეტყობა. დავიწყოთ ახლა მთავარი ჭურჭლით, ეს არის მთლიანი ნაბორი, როგორც სადილის, ასევე ყავის, აი ასე გამოიყურება, ძალიან მომწონს, რადგან არ ყვირის, არის რაღაცნაირად დახვეწილი, ჩემი აზრით და მოკლედ ძალიან მომწონს, ძალიან ესთეტიურია, ყოველ წელიწადს ამით ხვდები ახალ წელს და აქვს თავისი ჭიქებიც. ასევე პატარა ჭიქები აქვს დიდი თებში, პატარა თებში, 6 ჭიქა თავისი ლამბაქით და ასეთი წვნიანის ღრმა თებში. ასევე მაქვს ასეთი გნომიანი, ეს ფასდაკლებაში იყო და ძალიან ფასდაკლება ჰქონდა, ამიტომ ვიყიდე, თორე ისე არც თუ ისე საშობაოა. უბრალოდ გნომებიანია, მაგრამ არა უშავს, ხანდახან გამოდგება ხოლმე. კიდევ კარგი რომ 6 იყო და 6-ვე მიავიღე. ასევე მაქვს ეს თებშები, ამ თებშებს თავისი ჭიქებიც ჰქონდა და ჭიქები გავაჩუქე, რადგან არ მიყვარს ნივთები, რომლებიც უბრალოდ დევს და არ ვხმარობ. ხმარობ ყავისთვის ამ ჭიქებს და ამ დიდ ჭიქებს. მეორე ჭიქები უბრალოდ იდო, ამიტომ ავიღე და გავაჩუქე. აქედან რასაც ხედავთ ახლა, აბსოლუტურად ყველაფერს ვხმარობ. აი ამეებსაც კი ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ხშირად ვიხმარო. და აი ასეთი სასაცილო. სხვათა შორის ძალიან ბევრი არის საშობაო სასაცილო თებშები, როგორც ეს
ეს ამიტომ ძალიან მიყვარს ეს ნაკრები, რადგან არ არის სასაცილო და არის ცოტა ისეთი საშობაო. ასევე მაქვს ასეთი მელამინის კომპლექტი, ძალიან მიყვარს, ჩემი საყვარელი კომპლექტია და წელს აღარ აქვთ სამწუხაროდ, თორე აბსოლუტურად ყველა ფერებს ავიღებდი. ჰქონდათ წითელიც, მწვანეც, სხვადასხვა ფიგურებით და მაკნატუნათიც, არ ვიცი, ძალიან ნანობ, რომ წინა წელს არ ავიღე მთლიანი ნაბორი. ასეთი პატარა თეფშები, ეს არის დიდი ღრმა ჯამი და თავისივე თეფშებიც. სამწუხაროდ გვაქვს მხოლოდ 4 და ყოველდღიურად ამას უფრო ხშირად ვხმარობთ. ახლა ვართ 5 და ალბათ შემდეგ წელს უკვე გაბრიელეც კარგად იხმარებს, რადგან პლასტმასია და რომც გატყდეს არ შემაშინდება იმის, რომ რაიმე გაიჭრას. და ბოლოსთვის შემოვიტოვე აი ეს მე თვითონ მოვხატე რამოდენიმე დღის უკან. მაქვს ეს წვნიანის ჩასადები, რომელსაც არასდროს არ ვხმარობ, მხოლოდ ვხმარობ საცივისთვის და შობას ვდებ შიგნით რაიმე სალათებს, ოლივიეს, ქათმის სალათას და ასე შემდეგ. ამ ჯამს, არ ვიცი ალბათ ჯამია, რომ ვუყურებ, ყოველთვის მახსენდება შობა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა გამეხალისებინა, ესე დავახატე, ვფიქრობ ასევე, რომ გავაფერადო ბანტი და უფრო ლამაზი იქნება და ასევე გავუკეთე თავისი თეფშები. ოღონდ ეს თეფშები არ არის ესე საჭმლისთვის განკუთვნილი, ეს თეფშები არის უბრალოდ დაბლა დასადები თეფშები. იქნება ლამაზი. კი, აი ასე. ანდა მაგიდის გაფორმების დროს აქ რომ დავდო პური, ხემცები და რაღაცები და ამითაც საცივი მაგალითად. ჩემი აზრით ძალიან ლამაზი უნდა იყოს. ამდენ ჭურჭლიდან არ მაქვს მხოლოდ მწვანე ფერში ჭურჭელი და ამიტომაც შევღებე მწვანე ფერში. ეს ჭურჭელს არ ვიცი რამდენად გამოვიყენებ, თუ კარგად არ ვიხმარე, მაშინ არ ვიცი ან გავაჩუქებ, ან გადავაგდებ. სულ ეს იყო ჩემი ჭურჭლის კოლექცია. ყოველ ძერზე სიმართლე გითხრათ, ხელები მეფხანება და ის სულ მინდა რომ ახალი ვეყიდო, მაგრამ მართლა ძალიან ბევრია. ასევე ეს თეფში ამას არ ვიცი არ ვთვლი ჭურჭლად და ამიტომ არ გაჩვენეთ. და ეს საჭრელი დაფა. ამაზე არ ვჭრი, მეშინია რომ არ გაფუჭდეს, რადგან პლასტმასია და ვიცი რომ დაიხაზება, ამიტომ უბრალოდ ვხმარობ. ასე ალბათ პატარა ბუტერბროდების დასადებად გამოდგება.